ამ წუთებში კი პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს მედიასთან კომენტარს. როგორც ვიცით, ეს იყო წინა საარჩევნო დააპირებაც სახელმწიფოს რეაბილიტაცია, ვიცით რომ პირველად განხორციელდა პირველ რიგში რომ შევაფასოთ ეს სამუშაოები და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენ ქვეყნისთვის ეს. მნიშვნელოვანია მერაბ-კოსტავას სახლ-მუზეუმის რეაბილიტირებული სახლ-მუზეუმის გახსნა. მნიშვნელოვანია ჩვენი წარსული შენარჩუნებისთვის, გაგებისთვის, ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის, იმის მიტანისთვის, თუ როგორ მოიტანა საქართველომ, მოიპოვა საქართველომ დამოუკიდებლობა, რა გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლმა თითოეულმა ლიდერმა. 36 წლის წინ 1999 წლის 13 ოქტომბერს მაშინ, როდესაც ეროვნული მოძრაობა თავის ზენიტში იყო, მან დაკარგა უპირობო ლიდერი ეროვნული მოძრაობის სიმტკიცის, სინდისის, ზნეობის განსახიერება მერაბ-კოსტავა. ეს იყო ადამიანი, რომელიც ყველა ამ თვისებას ერთმანეთში აერთიანებდა და მისმა ტრაგიკულმა დაღუპვამ გარკვეული წყალგამყოფის როლიც შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ამის შემდეგ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენმა ქვეყანამ მაინც ვერ შეძლო არეულობის, შუღლის, ომების თავიდან აცილება და გამოიარეთ ის წლები, რომელიც შეეძლო ჩვენს ქვეყანას თავიდან აეცილებინა. ჩვენთან გვერდში რო ყოფილიყვნენ ისეთი ზნეობის და ისეთი სიმტკიცის მატარებელი ადამიანები, როგორიც მერაბ-კოსტავა. ამ სახლ-მუზეუმს დატვირთვა აქვს იმ გაგებითაც, რომ დღეს სულ უფრო ცოტა ადამიანია, რომელიც პირადად იცნობდა, ან პირადად მოსწრებული არის მერაბ-კოსტავას, მის მოღვაწეობას, მის გამოსვლებს, მის როლს ჩვენს დამოუკიდებლობაში და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ექსპოზიციებით განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდა თაობას მიეცეს შესაძლებლობა, რომ ზუსტად დაინახოს თუ რა როლი ჰქონდა მერაბ-კოსტავას ამ საერთო ეროვნულ საქმეში. პარტიებთან დაკავშირებით ახალ რეგულაციებს პარლამენტის დღეს სამი დაამტკიცებს. პარალელურად თქვენ ამბობთ, რომ მალე იქნება სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშიც. ვის შეეხება და რა მიზანი აქვს ამ სარჩელს რომ განმარტოთ? მეც დავამატებ, ხომ ოპოზიციური ველისმოსილ თავობა პარტიების აკრძალვით გადაწყდა. თქვენი აღქმების საფუძველზე გეგმავთ, რომ აკრძალოთ პარტიები გუშინ ირაკლი კობახიძე თქვა, რომ 10-მდე პარტია იქნება, ვისაც შეეხება და ამიტომ გვინდა რომ გასუსტებად იქნას. მიზანი არის ძალიან ცხადი და ყველა ქვეყანა, რომელსაც აქვს პრეტენზია რომ იყოს დემოკრატია, ზრუნავს იმაზე, რომ კონდეს თავდაცვისუნარიანი დემოკრატია, რაც გულისხმობს, რომ დემოკრატიაში, დემოკრატიულ პროცესში არ არის ანტიდემოკრატიული დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის. ეს არის მთავარი არსი თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის. და თუ გვინდა ჩვენ, რომ ქართული დემოკრატია გადარჩეს, თუ გვინდა ჩვენ, რომ ქართული დემოკრატია განვითარდეს, არ უნდა დავტოვოთ სივრცე რადიკალი ანტიკონსტიტუციური ძალებისთვის. და სწორედ ამას ემსახურება საკონსტიტუციო სარჩელი, რომლის უკანაც დგას 1,120,000 ამომრჩეველი, რომელმაც შარშან არჩევნებში ზუსტად ამ იდეას დაუჭირა მხარი. თქვენ იცით, რომ ამის შემდეგ ჩატარდა ძალიან სიღრმისეული საპარლამენტო გამოძიება, რომელმაც რამდენიმე თვე იმუშავა, 450 გვერდიანი ანგარიში შეიმუშავა კომისიამ, რომლის საფუძველზეც პარლამენტმა მიიღო დადგენილება და შეაფასა სრულად ის ერთის მხრივ ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და მეორეს მხრივ 2012 წლიდან მოყოლებული მასთან ერთად პოლიტიკურ ალიანსში მყოფი ძალების პოლიტიკური დანაშაულები და დანაშაულები ჩვენი კონსტიტუციის წინააღმდეგ. ამიტომ მიზანი არის ზუსტად ეს, რომ დავიცვათ ჩვენი დემოკრატია რადიკალი ექსტრემისტი ანტიკონსტიტუციური ძალებისგან. რაც შეეხება ინსინუაციებს, თუ რა არის მიზანი. რა თქმა უნდა, მიზანი ეს არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ექსტრემისტული ძალა ვერ იქნება ოპოზიცია. ეს ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ექსტრემისტები არიან ექსტრემისტები და რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობამ, თავისთავი უკვე დააყენა ოპოზიციურ დემოკრატიული ოპოზიციის ზღვარს მიღმა, იმით რომ არ მონაწილეობდა არჩევნებში, იმით რომ აპირებდა 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობას. ასე რომ ნაციონალურ მოძრაობა და
მის მასთან ალიანსში მყოფი სხვა მსგავსი ჯგუფები არ არიან ოპოზიცია. ეს არიან ექსტრემისტული, ანტიკონსტიტუციური, რადიკალი ჯგუფები. ჩვენი მიზანი არის, რომ სარჩელით, რომლის უკანას დგას 1,100,000 ადამიანი, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი მათ შორის ვალდებულება არის, რომლის უკანას დგას ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ განსაჯოს ვის რა ეკუთვნის, ვის რა არ ეკუთვნის, ვინ რა დაარღვიან, არ დაარღვიან. ლილუს და გახარიას საბოტაჟი. მე ყველას მოგიწოდეთ, რომ წაიკითხოთ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 450 გვერდიანი დასკვნა, ან გაიხსენოთ კომისიის მუშაობა, კადრები და ყველა კარგად ამოიკითხავს დასკვნაშიც და ვინც თვალსადევნებდა საგამოძიებო კომისიის მუშაობას, ყველა ძალიან კარგად ხედავდა თუ რა შედეგამდე მივიდა საგამოძიებო კომისია, რომელ პოლიტიკურ ჯგუფებთან რა პრეტენზიები არსებობს, საათომ ვფიქრობთ, რომ კონსტიტუცია დაარღვია ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფმა, რაც შეეხება კონკრეტულ პარტიებს, კონკრეტულ ჩვენს საჩელში წარდგენ პრეტენზიებს, ამას უახლოეს რამდენიმე დღეში იხილავთ, როდესაც სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და გასაჯაროდება. პარლამენტთან დაკავშირებით, აქციებთან დაკავშირებით ახალ რეგულაციებზე გითხავთ, რატომ დადგა დღის წესრიგში და რა საზღვებს NGO-ები ამბობენ, რომ სურთ პროტესტის აკრძალვა და ასევე ქუჩის ოპოზიცია ამბობს, რომ არ დაემორჩილება აი ამ წესებს, ესეც რომ შევაფასოთ. არავინ უყურეთ, არანაირი რეგულაცია არ იცვლება. როგორც აქამდე 10 წლეულები მოქმედებდა წესი, რომ პროტესტი შეგიძლია გამოხატოს სადაც გინდა, ეს წესი ისე მოქმედებს. როგორც აქამდე მოქმედებდა წესი, რომ პროტესტის რაოდენობიდან, ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, თუ არ არის საჭირო გზის გადაკეტვა და ადამიანები ეტევიან მოედანზე ან სხვა მიმდებარე ტერიტორიაზე, არ უნდა გადაკეტო გზა. ეს წესი მოქმედებს ჩვენთან წლებია და ეს წესი მოქმედებს სამყაროში ყველგან. ასე რომ არაფერი ამაში სიახლე არ არის. სინამდვილეში, რასაც უცხოეთიდან დაქირავებული ეს ორგანიზაციები ამბობენ, არის ის, რომ აქამდე ისინი მათ ჰქონდათ შესაძლებლობა თავი დაეძვრინათ კანონის დარღვევის გამო პასუხისმგებლობისგან. და ახლა წუხან იმაზე, რომ შეიძლება თავი ვერ დაიძვრინონ და ისე დაარღვიონ კანონი. და ასე არ არის აწყობილი სამართლებრივი სახელმწიფო. სამართლებრივი სახელმწიფო და ქართველი ხალხის ნება გამოხატული ამ კანონებში გულისხმობს იმას, რომ ვინც კანონს დაარღვევს, მას უნდა შესაბამისი სანქცია დაეკისროს და ეს სანქცია ისეთი უნდა იყოს, რომ მქონდეს პრევენციული ფუნქცია, ანუ ადამიანს არ უღირდეს მისი დარღვევა. შესაბამისად ჩვენ ნახეთ, რომ არსებობს შექმნეს სპეციალური ყულაბები, რომლითაც წინსწრებით აფინანსებენ კანონდარღვევას, გამოწერილი აქვს ესე ვთქვათ თავისუფალი თუ ღია ჩეკი ამ ადამიანების, რომ მიდი დაარღვიე, გადაკეტე 20 კაცმა რუსთაველის გამზირი, პრობლემა შეუქმნელი 1,5 მილიონიან ქალაქს და ყველაფერი გადახდილია. აი ეს ყველაფერი გადახდილზე რომ იყვნენ, ასე რა თქმა უნდა, ამის გამო იყვნენ ასე ვთქვათ პასუხისმგებლობის მიღმა, შესაბამისად მიზანი არის, რომ დაბრუნდეს ყველა საკანონმდებლო კანონმდებლობა. ვენეციის კომისია აბსურდული დასაბუთებით ითხოვს გრანტების კანონის, ამერიკული ფარას, ასევე მოუწყებლობის დაფინანსების კანონის გაუქმებას ან შესწორებას. რატომ გთხოვენ ახლა ამ კანონის მიღება და სამომენტოა მათგან ვენეციის კომისიას და ახლა ცენდობით აი ამ ჩვენ დიდი ხანი საუბრობთ სამწუხაროდ ვენეციის კომისიამ აბსოლუტურად შეცვალა საკუთარი პრაქტიკა, უკვე რამდენიმე წელია. მანამდე ვენეციის კომისიას ჰქონდა კაფიოდ სამართლებრივი დასკვნები და ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვხედავთ, რომ ეს არის პოლიტიკური დასკვნები და პოლიტიკური ანგარიში. და ეს დასკვნა, ეს ანგარიში არის ყველაზე კარგი მაგალითი, რომ ვენეციის კომისია იქცა პოლიტიკური დასკვნების შემდგენელად და არა სამართლებრივი დასკვნების შემდგენელად. მაგალითად, არა რა თქმა უნდა, მაგალითად, როცა საუბრობენ ფარაზე, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, საუბრობენ ანუ იმასაც ვერ ბედავენ, თქვა, ანუ ამერიკაში რომ მოქმედებს კანონის უზენაესობას ეწინააღმდეგება, ამერიკას ვერ უბედავს ვენეცია. მაგრამ ამბობენ, რომ იქ კი არისო, მაგრამ ჩვენ აი საქართველოში რომ მოქმედებს იმაზე ვამბობთ. ანუ აი აბსოლუტური, რა გითხრათ, ეხლა იმდენი მაინც ეყოთ სითამამე, რომ მაშინ თქვა, რომ ამერიკაში რაც მოქმედებს, ის ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობას. ამიტომ კიდევ ერთხელ ნებისმიერი იურისტისთვის ცალსახა არის, რომ ეს არის პოლიტიკური დასკვნა და არანაირი
კავშირი აღარ აქვს იმ ძირეულ ამოცანასთან, რომელიც ვენეციის კომისიას ჰქონდა სამართლებრივი დასკვნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება სტიგმატიზება რაში მდგომარეობს? თუ ამერიკაში არ სტიგმატიზდება, როგორ შეიძლება ის სტიგმატიზდეს საქართველოში? რამე სხვადასხვა ჯიშის ხალხი ვართ ამერიკაში და საქართველოში თუ რა ხდება? ანუ აბსურდია აბსოლუტურად ეს დასკვნა, რომ ის რაც ამერიკაში მისაღებია, არ არის ქართველებისთვის მისაღები. თუ ახლა ასე სეგრეგაციულად უნდა შემოქმედოს ვენეციის კომისიას, ნუ ეს კიდე ცალკე საკითხია. ითხოვთ შეიძლება ბატონ შავა, ევროპულმა პლატფორმამ დემოკრატიული არჩევნებისთვის სადაც ახლა მუშაობს ელენე ნიჟარაძე, ადრეის სპედის ხელმძღვანელი, ვინც იყო გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც საუბარი არის, რომ დამკვირვებლები, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებზე იმყოფებოდნენ საქართველოში, რეალურად იყვნენ ყალბი დამკვირვებლები და უბრალოდ ფასადური იმიჯის შესაქმნელად იყვნენ ჩამოყალიბებული. რისი მანიშნებელია ის მაშინ, როდესაც ელენე ნიჟარაძე უკვე არის სიმხილებული არჩევნების ჯერ კიდევ კოპიების გაყალბების პროცესში. ხო და რა საჩვენებს ეს სურათი შეიძლება თუ არა იყოს ეს დასკვნა სამი. ასევე დავაზუსტებ იმასაც აპელირებენ, რომ ეუთოს მოწვევა იყო დაგიადებული და თუ არ იყო საქმე. უბრალოდ რა თქმა უნდა როცა სიყალბეზე საუბრობს ის ორგანიზაცია, რომის წევრიც არის პარალელურ დათვლის გამყალბებელი, ну ეს უკვე არის თავის თავში წინააღმდეგობა და ცინიზმი. სხვათა შორის საზოგადოებას ვეტყვი, რომ ეპტო რაიმე ესეთი ორგანიზაცია კი არის ჩვეულებრივი NGO, თუ არ ვცდები მონტენეგროში სათავე ოფისი, რომლის დამფუძნებელი და წევრი არის ისვედი. და ამიტომ არის რაღაც 10 ორგანიზაციის გაერთიანება ისვედის მსგავსი საარჩევნო თაღლითების და ახლა თაღლითი ორგანიზაცია გეყოლება წევრად და თაღლითი გეყოლება თანამშრომლად, რომელმაც გააყალბა პარალელურ დათვლის შედეგები იმისთვის, რომ ქვეყანა გადაეტრიალებინა, იმათ სიტყვას ფასი რა თქმა უნდა არ აქვს. მე გითხავთ ახლა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მისი პრემიერობის დროს პარტიიდან წასული ხალხი აფინანსებდა რევოლუციას და აგულიანებდნენ ლევან ხაბეიშვილს. თქვენ თუ გქონდათ ინფორმაცია, რომ თქვენი ყოფილი თანაპარტიელები, თანაგუნდელები აფინანსებდნენ რევოლუციას? ეს ინფორმაცია თქვენ გქონდათ და თქვენი რესპონდენტები საუბრობდნენ ამაზე, ხაბეიშვილი და მისი პარტიის წევრები, ასე რომ შეგიძლიათ მათ კითხოთ და მათგან გაიგოთ ზუსტი ინფორმაცია. ინფორმაცია მოგაწოდეთ ახლა კობახიძემ თქვა ეს განცხადება მან გააკეთა. მისი პრემიერობის დროს ღარიბაშვილი და ლილუაშვილი წავიდნენ. პრემიერ-მინისტრი საუბრობდა ზუსტად იმავე ხალხზე, ვისაც საუბრობდა ხაბეიშვილი და მისი პარტიის წევრები, ასე რომ შეგიძლიათ მათგან იკითხოთ. ისინი ხო უფრო გახსნილები არიან თქვენთან და პირდაპირ გეტყვიან. შალვა დაჭერილი მაშინ ეს ადამიანები თუ დამხობას ანონსებდნენ, თქვენი ყოფილი თანაპარტიელები, ვინც ხელს უწყობდნენ ხაბეიშვილს აგულიანებდნენ. აქ სიღრმეებში შესვლა საჭირო აღარ არის, თავარი არის, რომ ხელისუფლების გადატრიალების გეგმა ჩაიშალა ზუსტად იმიტომ, რომ გამართულად იმუშავა ჩვენმა უსაფრთხოების სისტემამ, ჩვენმა სამართალდამცველებმა, როგორც წისწრებით, ისე წინასწარ გამოცხადებული დამხობის დღეს, ისე შემდეგ მიდის გამოვლენა ყველას, ვინც ამ ძალადობაში იყო ჩართული, მათ შორის იქნება ეს მოძალადე უშუალო, შემგულიანებელი, ორგანიზატორი თუ ასე შემდეგ, ყველაფერს დაერქმევა თავის სახით. თუ იცით რომ დამხობას ორგანიზებდნენ, აფინანსებდნენ, უწყობდნენ ხელს დამხობას, რევოლუციას, ხელსაფარებს, ყველა ვისაც ჩადენილი აქვს სისხლისამართლის დანაშაული, რა თქმა უნდა, ყველას გამოვლენა არის ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების. ანუ გამოავლეთ ყოფილ თანაპარტიელებს და დაიჭერთ. ყველა ვისაც ჩადენილი აქვს სისხლისამართლის დანაშაული და განსაკუთრებით დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე, ყველა იქნება გამოვლენილი და თავარი არა რა თქმა უნდა. სწორედ ირაკლი კობახიძის პრემიერობის დროს ისინი წავიდნენ. არა, ეს არის ზუსტად აბსურდი, თქვენ გინდათ რაღაცები მიაკეროთ ამ გამონათქვამებს, ზუსტად ეს არის თავარი манипуляცია. არსად ართმულა, როგორ პრემიერობის დროს წავიდნენ და აფინანსებდნენ რევოლუციას და შემდგომ ხელს უწყობდნენ რევოლუციას. და თქვენი სპეკულაცია, თქვენ გინდათ სპეკულაცია აგოთ ამაზე და ზუსტად ეს არის თავარი სისუსტე, რაც თქვენ ტელევიზიას აქვს და ამიტომ ჩაფლავდა მათ შორის 4 ოქტომბრის წინასწარ გამოცხადებული რევოლუცია.
წელი განცხადება ვნახეთ იგივე ნეპალიზაციასთან დაკავშირებით ოპოზიციას ამის სურვილი ჰქონდა თბილისის ქუჩებშიო. რა მიზნები ჰქონდა რეალურად ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც ქუჩებში იყვნენ გამოსვლები? დღეს ხედავთ ახლა უკვე ჩირგვებში შემალულ რადიკალებს, რომლებიც ყველა ემიჯნება, არ ვიცოდი, არ მეგონა უიესა დაგვემართა და ასე შემდეგ. გეგმა არ გამაცნეს, გეგმის პირველი გვერდი წავიკითხე და მეორეზე ვეღარ გადავედი და ვერ მომასწარი, გეგმა არ არსებობდა და ასე შემდეგ. სინამდვილეში იყო ძალიან გამართული გეგმა და აბსოლუტურად ასე თქვა ცივსისხლიანად დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალება და შემთხვევით არ იყო გამოყენებული სიტყვა ნეპალი და შემთხვევით არ იყო პროპაგანდა აწყობილი ნეპალთან დაკავშირებით. გეგმა არსებობდა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. გეგმა იყო მასობრივი ქაოსის და არეულობის მოწყობა. ის რაც მოხდა ნეპალში და ამ ამღროულ წყალში შემდეგ ძალაუფლების თევზის დაჭერა. გეგმა არ იყო რაღაც ნახაზების გაკეთება, იმაზე ფიქრი და გადმობირება რაღაც ჯგუფების და ბატალიონების და ასე შემდეგ, ვინაიდან ასეთი გეგმები ადვილად იშიფრება და პრევენციაც ხდება. გეგმა სწორედ იყო აწყობილი იმაზე, რომ უნდა ყოფილიყო ქაოსი, მასობრივი არეულობა, რომელიც წინასწარი, ასე ვთქვათ, ტალღების განჭრედა რთული არის ორგანიზატორისთვისაც და რა თქმა უნდა სახელმწიფოსთვისაც და ამღროულ წყალში შემდეგ დაეჭირათ თავისი ძალაუფლების თევზი. და ჩვენ ვნახეთ, რომ ეს გეგმა იყო აბსოლუტურად სინქრონიზებული უცხოელებთან და მათგან ორგანიზებული და ვნახეთ წუთობრივად. მე ამაზე ვისაუბრე კიდევაც წუთი-წუთში, რაც ხდებოდა თბილისში, როგორ ეხმაურებოდა ამას ზოგიერთი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანი და მსგავსნი, მათ შორის მოლდოვის პრეზიდენტი და როგორ აცდენილი იყო მათი გამოხმაურებები. თუ დააკვირდებით, საუბრობენ ძალადობაზე პოლიციის მხრიდან, მაგალითად მიხაილ როტის პოსტში უწერია ძალადობაა, როდესაც ყველა ხედავით, რომ თბილისში აბსოლუტურად პირიქით იყო საქმე, რომ იყვნენ მოძალადე ჯგუფები, რომელიც უტევდნენ პრეზიდენტის რეზიდენციას. ასე რომ გეგმა არსებობდა, გეგმას ერქვა საქართველოს ნეპალიზაცია და ნეპალის სცენარის მოწყობა, აქ სისხლის გუბეების დაყენება და ის რამდენიმე 1000 ადამიანი, ვინც მივიდა თავისუფლების მოედანზე 4 საათზე, მათ ზუსტად ამ გეგმას მოაწერეს ხელი, როდესაც პაატა ბურჭულაძეს და ზოდელავას მიერ გამოცხადებულ ნაბიჯებს ტაში დაუკრეს და ყიჟინით შეხვდნენ, როგორც ამას გამოცემა პუბლიკა ნახეთ რომ მივიდა რუსთაველზე, გამოცხადა მხარდაჭერა იქ მდგომებს, რაზე მეტყველებს მის ეს საქციელი? ეს მეტყველებს ერთ რამეზე, რომ ქართულმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამე. არ არსებობს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. ეს ყველაფერი არის ქიმერა, მოფიქრებული კონსტრუქტი იმისთვის, რომ თავს მოახვიონ პატარებს და სუსტებს. და ჩვენ გვესაუბრობთ, თითქოს რაღაცა წესრიგი არსებობს, თუ თითქოს რაღაცა ნორმებია, რომლებსაც ყველა ქვეყანა სახელმწიფო ემორჩილება. აი ამისი დასტური იყო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც აქ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის მანდატით იმყოფებოდა, მისი მონაწილეობა კანონსაწინააღმდეგო შეკრებაში თბილისელებს გადაგვიკეტა გზა ფაქტობრივად და ამითი დაგვანახა, რომ არაფერს არ ნიშნავს ქართული სახელმწიფო, არაფერს არ ნიშნავს მერაბ კოსტავას მიერ გავლენილი გზა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი კანონებისთვის. ეს ყველაფერი არაფერს არ ნიშნავს, ნულია ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვალში და ჩვენც მისთვის არაფერს არ ნიშნავს საერთოდ. ერთ 39 წამიან ვიდეოს ანაცვალა საკუთარი რეპუტაცია, როგორც ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ. ბატონო შოვა, რუსეთის ბოქსის ფედერაციის პრეზიდენტი რა მისით იყო, თუ გაქვთ ინფორმაცია ჩამოსული საქართველოში, ეს არის კაცი, რომელსაც არ გაქვთ ინფორმაცია? ხომ არის რა მისით იყო, ვის თან ქონდა შეხვედრა? საერთოდ არ მაქვს ამაზე ინფორმაცია, მადლობა.